Ამინც უკვე გავეცანით ნაწილობრივ ზაფხულზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ზაფხული როგორც წესი დასვენებისა და ენერგიების აღდგენის სეზონია, თუმცა ხშირად ხდება პირიქით. არასწორად ჩერჩეული დასვენების სტილის გამო ადამიანების დიდი ნაწილი უფრო მეტად იღლება, ვიდრე ისვენებს. ასტროლოგია კი გვეუბნება, რომ ენერგიის აღდგენა მნიშვნელოვანია და თან ინდივიდუალური სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის. ვნახოთ, ვის სად გაგვიშვებს და დაგვასვენებს ანზორ ოდიშარია, რომელიც ანზორ, მე კარგად გილას, რა მორიელები კარგად გილას. დილის ბედნიერი განწყობა ჩვენზე მოქმედებს და მოდი ზოგადი რეკომენდაციებით დავიწყოთ, საერთოდ რა არის დასვენება, იმიტომ რომ ხშირია ხოლმე, როცა არასწორად ვუყურებთ აი ამ საკითხს. პირველ რიგში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ წინა პერიოდმა ჩვენ ენერგეტიკულად გადაგვძაბა, გადაგვტვირთა, დაგვღალა, ბევრი სტრესი, დაძაბულობა იყო და ეს ჯერ კიდევ გრძელდება. სამყაროში არის ერთ ტიპის ენერგია, რომელიც ჩვენზე ესე მოქმედებს. ამიტომ არის ერთი მთავარი მიმართულება, რაც შველის უენერგიობას, დაძაბულობას, აგრესიულობას, შფოთს, აი შინაგან აი ამ ფორიაქს, რომელიც ხშირია საკმაოდ, ეს არის კავშირი სტიქიურ ენერგიებთან. სტიქიური ენერგიები ჩვენ გვაქვს 4. ეს არის ჰაერი, ეს არის წყალი, მიწა და ცეცხლი. აი ამაზე არის აგებული უკვე ადამიანისთვის რა არის მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება დაისვენოს. ის ვისაც უყვარს ცხარე საკვები, შეიძლება წავიდეს ზუგდიდში. სწორი იქნება სხვათა შორის. კარგად დაისვენებს ნამდვილად. რაც შეეხება აი ამ მიმართულებით, ჩვენ სტიქიური ენერგია შეგვიძლია უკვე მივხვდეთ, ვის როგორი გვაქვს და პატარა ტესტირება გავაკეთოთ. აი ვისაც უყვარს ცხარე საკვები და მოდით ეს დავარქვათ აი სწრაფი დასვენება, აქტიური ენერგია, ხო, ეს არის ცეცხლის ენერგიის ადამიანები. ის ვისაც უყვარს მძიმე საკვები, როგორც არის ხორცი, როგორც არის თქვათ შავი ღვინო და ეს ალკოჰოლური მიმართულებები, ხო, აი რომელსაც უყვარს სუბუქის დამჯდარი დასვენება, ხო? წამოწოლილი დასვენება, ეს არის მიწის სტიქია, ამიტომაც ესეც მიხვდებით მარტივად. ჰაერის სტიქიისთვის მნიშვნელობა დიდად არ აქვს საკვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის რას ნახავს, რას დაათვალიერებს, რა განწყობით დაიმუხტება, ხო, აი რა საკვებს მიცემს მის მენტალურ მდგომარეობას, ხოლო აი წყლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ესეთი საკვები, რომელიც არის გემოვნურად ძალიან მნიშვნელოვანი. მასში რაღაცა ემოციას იწვევს კონკრეტული საკვები. აი თუ იცით რომ ბებიის გაკეთებული რაღაცა ის გონებაში მოგივა, მაშინ გემოები და რა. ხო, აი ეგ არის უკვე წყლის ენერგია, რომელიც ჩვენ ყველას თქვათ გვჭირდება ხოლმე რაღაც ეტაპს. კომბინაციაში არ შეიძლება ესენი. როგორ არ შეიძლება? შეიძლება. აი მის მიხედვით რა გვაკლია, რის ენერგიის შევსება გვინდა, აი ამის მიხედვით უკვე ნაწილდება ეს ენერგეტიკული მაჩვენებლები. პირველი აუცილებლად რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის მიწა. თუ მიწის ენერგია დაბალანსებული არ გვაქვს, ჯანმრთელობას პრობლემები ექმნება, ჩვენი ენერგია ვერ იმუხტება და ვერ განიმუხტება სწორად. შესაბამისად, სადაც არ უნდა ვიყოთ, ვიქნებით საზღვაო კურორტზე თუ მთაში, პირველი რეკომენდაცია არის დღეში თუნდაც 15 წუთით ფეხშიშველი ვიაროთ მიწას. ანზორ, სანამ რეკომენდაციებზე გადავალთ უფრო დეტალურად, საინტერესოა როგორ იგრძნოს ადამიანმა, რომ აი გამოფიტულია, რაღაცას არასწორად აკეთებს, თუნდაც არასწორი, ხო? აი პირველი ენერგეტიკული ველი არის დაბინძურებული სამი ძირითადი მაჩვენებელი არის, როცა მაგიური ცუდი ზეგავლენები არის ჩვენზე, ეს არის თვალი, წყელა, მძიმე. ეს არის სიზმრებში, პირველი, როცა გვერევა ძილი. ხო? და სიზმარში ვხედავთ, რომ გვაწამებენ, გვტკენენ, შფოთავს, ეს თქვათ სიზმარში გამოძინება არ ხდება სწორად და დილით ვიღვიძებთ დაღლილი. ეს პირველი მაჩვენებელია იმისა, რომ რაღაცა სწორად არ არის, როგორც უნდა იყოს. მეორე მნიშვნელოვანი ამბავი არის მუდმივი დავიწყება მნიშვნელოვანი ამბების. აი როცა ჩვენი გონება თითქოს ივიწყებს, იგდებს თავიდან მნიშვნელოვან მიმართულებს, რაც ვიცოდით, რა ჩვენთვის ბუნებრივი იყო. აი მაგალითად ფინანსური მიმართულებით, ხო, რაღაცეები გვინდოდა რომ გვეყიდა, შევედით მაღაზიაში მნიშვნელოვანი პროდუქტები დაგვავიწყდა, წამოვედით, ისევ დავბრუნდით, ისევ დაგვავიწყდა ეს რაღაცა. აი მნიშვნელოვნად გადაღლილი ფსიქიკა, ხო, როცა ამოვიცადეთ ჩემი და არა მხოლოდ პროდუქტები. ყველგან რაღაცას ვტოვებ. მესამე ეს არის სწრაფი ჯანმრთელობის გაუარესება.
უძილიანობა, ტკივილები, როსაც მედიცინურ ეს თქვათ ახსნა არ არსებობს ამისი, უენერგიობა, დაღლილობა, დაძაბულობა, აი მაშინ როცა ენერგია გჭირდება. ენერგია ამ დროს არის, როგორც მოვიდა, იწყებს სახლის დაალაგებას, აღარ ყოფნის. მოვიდა ენერგია, გინდა რომ საქმე გააკეთო, თუნდაც შენი ასე თქვათ სამუშაო შეასრულო, აღარ ყოფნის. ანუ სწრაფი ენერგიის გარკვევა. აი ეს სამი სიმბოლო არის გადაღლილი ენერგეტიკის, მაგიურად დაზიანებული ენერგიის. კიდევ არის ერთი სიტუაცია, როცა ჩვენ ხვდებით, რომ აი აქამდე ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ დაიწყო ენერგეტიკული კავშირი, რომ ერთი კვირა ჭიქა მიწყდება 6 ჯერ. ხო, ანუ ეს არაბუნებრივი, ეს გამოვედი და გამიწყდა, ანუ სარკე გაწყდა. აი ეს რაღაცა უეცარი ხიფათები? ხიფათები, ოღონდ აიცით როგორი, განმეორებით, აი დღეში რომ 10-15 შემთხვევა არის ესეთი ყავა დაგესხა იქ რაღაცა. სხვათაშორის აი ფეხის წამოკრის დროს არის ხოლმე ერთხელ თუ სადღაც ფეხი წამოკარი? დაკურები ხარ? აი ეს ნიშნავს უკვე ძალიან ფეხი წამოკარი ჩემო თეო, არავინ გაპატიებს. ძალიან ცუდი მიმართულება, ასევე არის ფინანსური კუთხითაც. ჩვენ როცა ხვდებით, რომ ერთმა ადამიანმა გთხოვა, მეორე, მესამე, მეოთხე ეს აიწყო, რომ ეს ვიღაცა ენერგეტიკულად ვამპირობს. აი მე როგორ ხდება, მართლა ზუსტად ახლა ენერგეტიკულად ვამპირობს. პარტნიორულ ურთიერთობაშიც ესე არის. ხო, ანუ სადაც ჩვენ ზიანდებით, იქ ვხედავთ გლობალურ პრობლემას, ხო? პარტნიორს ვეჩხუბეთ, დედას გაუბრაზდით, მამას მეზობელს წყალიჯამო რაღაცა ზვავის პრინციპი აქვს ამ ყველაფერს. აი ეს არ არის ბუნებრივი. ეს არ უნდა მოხდეს ჩვეულებრივ ადამიანურ ცხოვრებაში, თუ ენერგიამ ძლიერი დაზიანება არ მიიღო. და თუ ეს ყველაფერი გვენიშნება, მაშინ რას ვაკეთებთ? მოკლედ რჩევები და შემდეგ უკვე გადავიდეთ დასვენების რეკომენდაციები აქ პირველ რიგში არის, რომ სწრაფად უნდა გაანალიზო, როდის დაიწყო, სად დაიწყო, რა მომენტი იყო ის პირველი, საიდანაც ეს ყველაფერი და რა მოხდა წინა პერიოდში. პირველი რეკომენდაცია არის სახლის გაწმენდა. მარტივად კეთდება, ვიღებთ ნაკურთხ წყალს, ან უბრალოდ ენერგეტიკულად დამუხტულ წყალს, ვასუღურებთ ყველაფერს, ვაკმევთ საკმეველს, ვიწყებთ დალაგებას, საკმევა მიყვარს ხოლმე. ვიწყებთ დალაგებას, გადაფასებას, ამ დროს სწრაფად უნდა გავცეთ რაღაცები, რატომ ხდება ხოლმე, რომ ეზოთერიკოსები ხშირად გვირჩევს, რომ აი დავალაგოთ სახლი, გავცეთ ნეგატივი. აი იმ გაცემულ ნივთებს შეიძლება გაყვეს ცუდი ენერგეტიკა. ხო, აი შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ ეს ვისაც გავცემთ, იმას ხო არ გადაყვება ის? არა. უბრალოდ აი ეს ენერგეტიკულად სივრცე შეიქმნება, ჰაერით მოვა სახლში, სადაც უკვე შეგვიძლია ესე ნივთები, ხო, ეს არის თმის შეჭრა, ფრჩხილების სახის მოწესრიგება, რაღაც პროცედურები, რომელიც ეხმარება, რომ რაღაცნაირად ენერგეტიკა გადაითვირთოს, შეიცვალოს და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ამბავი ეს არის, რომცა ჩვენ შინაგანში ვიტყვით, აი წარმოიდგენთ საკუთარ მდგომარეობას და მოიხმობთ ყველა ძალას, რომელიც თქვენთან მზად არის, რომ ითანამშრომლოს. მე ესე ვაკეთებ ხოლმე, რომ ვიხმობ ჩემს წინაპრებს პირველ რიგში, ვეუბნები, რომ წამოდექით, აღსდექით, ჩემო სისხლიერ ხორცელ ნათესავებო წინაპრებო, გაიღვიძეთ, დამეხმარეთ, ომაშორეთ ეს ნეგატიური გავლენები და ძალები, რომელიც ხელს მიშლის, გაწმინდეთ, ვაძლევ დავალებას. შეიძლება ეს უკვე გადავიდეს ზეციურ მფარველებზე, ხო? ჩვენო ანგელოზებო, ჩემო მფარველო ძალებო, ხო? წინაპრები დასაქმებული ყოლები არიან. არასვენები. მაგალითად, ხო, იმ ძალას, რომელთანაც გინდათ კავშირი, ანუ აუცილებელია, რომ აი ამ მდგომარეობაში ზეციური ძალების თუ ამ შემთხვევაში ჩვენ წინაპრების ჩარევა ვითხოვოთ, რომ მათ იზრუნონ და ეს ნეგატივი, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ის ბაქტერიები, რომელიც სივრცეში არიან, გაგვაშორონ. და შემდეგი დასვენებას რაც შეეხება აი თქვა თვითონ ზოდიაქს წინაპრები რომ არ შევაწუხოთ ყოველთვის, როგორ დავისვენოთ, რომ აი ეს აურა ახლა ჩვენ საუბრობდით რთულზე მოქმედებებზე მაგიურზე და ამ შემთხვევაში გვინდა წინაპრები, მაგრამ ახლა გადავიდეთ უკვე ენერგეტიკულ დასვენებაზე. კი ბატონო, აბა პირველი არის აუცილებელი რეკომენდაცია, იმიტომ რომ დაგვჭირდება, ეს არის მიწასთან კავშირი. 15 წუთი ფეხშიშველი მიწაზე სიარული ნიშნავს იმას, რომ ცუდი ენერგია და გავიდა მიწაში და ახალი ენერგიით დავიმუხდეთ. ვისაც ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები გაწუხებთ ან ნებისმიერი სახის, ბავშვები, ვისაც გინდათ რომ კაი იმუნიტეტი ქონდეს, ზამთარი მოვა ზაფხულის შემდეგ და ვირუსებს და შემდეგ აუძლოს, ეს რეკომენდაცია ყოველდღე შემდეგი 3 თვე.
რაც შეეხება შიშველა სიარული არის ის, რაც ბავშვობაში მაბრუნებს და ძალიან მიყვარს. კი, რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ახლა მივყვეთ ჩვენ ანზორ ვის საით გვირჩევ რა მიმართულებებს. სტიქიურად დავაჯამოთ, დავიწყოთ ცეცხლის ნიშნებით, ეს არის ვერძი, ეს არის ლომი და ეს არის მშვილდი, იმიტომ რომ შემდეგი პერიოდის მანძილზე მათთვის უცნაური გამოწვევები იქნება სამყაროდან, მე ვურჩევ რომ ეს იყოს ზღვის კურორტები. ხო, სადაც არის მეტი ჟანგბადი, მეტი ენერგია ჰაერის, იმიტომ რომ ჰაერი ცეცხლის ნიშნებს, აი ამ ნიშნებს აძლევს мотиваციას, აძლევს ახალ აზრებს, ანთავისუფლებს, მათ შინაგან ძალას აძლიერებს და შესაბამისად წყალი ცოტა არეგულირებს მის ძალას. ამიტომ აი ამ ნიშნებს ურჩევთ საზღვაო კურორტებს ან წყალთან კომუნიკაციას. რაც შეეხება, მოდით ჰაერის ნიშნებზე გადავიდეთ, იმიტომ რომ მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი. ცეცხლის ნიშანში ლომით შედიოდა. რა თქმა უნდა, ლომით შედის. რაც შეეხება უკვე ჰაერის ნიშნებს, ეს არის სასწორი, მერწყული, ტყუპები, აი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოგზაურობა ისეთ ქვეყნებში, სადაც განწყობას წამოიღებენ, ან ის ადგილ, სადაც განწყობას წამოიღებენ. ანუ მათთვის ემოციური კვება იქნება სწორი იმისთვის, რომ შემდეგ ზამთარს ეს თქვა სწორად შეხვდეს ეს მნიშვნელობა არ აქვს სად. თავარი აქტიური, ემოციური განწყობა, სადაც აი ამ ემოციებით დახუნძლული ჩამოვლენ და ამ შემთხვევაში თუ ადამიანი აი მაგალითად სწორედ ამ ნიშნის წარმომადგენლები გრძნობენ თავს გადაღლილად და მაგალითად პასიური ტიპის დასვენება უფრო უნდათ და თხოვთ მათი ორგანიზმი. რა მათ ჭირდებათ შემდეგ პერიოდის მანძილზე ემოციური განახლება. თუ ემოციურად თავს განახლებულად ჩათვლიან, ეს დაძაბულობა აღარ ექნება. ხა ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს აუცილებლად კლუბები და დღესასწაულები უნდა იყოს, შეიძლება ესეთი მიმართულება იყოს, ხო, რაღაცების დათვალიერება, თუნდაც წაკითხვა ამ შემთხვევაში. პრინციპში ვისთვის რა არის ეს ემოციების საბადო? ემოციები, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რაც შეეხება უკვე წყლის ნიშნებს, რა თქმა უნდა, ეს არის თევზები, მორიელი, ეს არის რა თქმა უნდა კირჩხიბი, აი მათ ჭირდებათ სწორი ენერგეტიკული გადანაწილება აი ამ პერიოდში და ეს ყველაზე კარგი იქნება პირველ რიგში იმ ადგილას, სადაც დაიბადნენ, თუნდაც 10 დღე რო გაატარონ. და მან გამიშვა ისევ ზესტაფონში. ზესტაფონში ისედაც ჩავდივარ ხოლმე. რა გეტყვით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის სასიცოცხლო ენერგიების აღდგენისთვის. თუ იქ ცხოვრობს, სადაც დაიბადა. ეგ ძალიან კარგი არის, მაგაზე ჩვენ ვისაუბროთ. არა, ძალიან კარგი იქნება იქ გაატაროს ეს პერიოდი, მაგრამ კი ბატონო, პირველი 10 დღე მანძ, მერე ამის და მიუხედავად ძალიან კარგი იქნება მათთან გაძლიერდეს ცეცხლის ენერგია. ხო, ესე ვთქვათ, ეს არის მთა, ეს არის მაღალი კურორტები, ეს არის ისეთი სპორტული აქტივობები, რომელიც ეს ვთქვათ, რაღაცის დამტკიცებას თუ ანც აი მეგობრებთან აქტიურ თამაშს გულისხმობს, ანუ სამეგობრო წრე, მაღალ, ასე ვთქვათ, წერტილებში შეიძლება ითქვას ცოტა ცივ ადგილებზეც, ხო, ბახმა რო იქნება, ბაკურიანი თუ ასე შემდეგ, აი ასეთი მიმართულებებით შეიძლება განვითარდეს. შემიცვალა გეგმები მთელი ზაფხული. იწყებს ზესტაფონი. მაგრამ შეიძლება. რაც შეეხება შემდეგ ნიშანს, რა თქმა უნდა, ჩვენ მიწის ნიშნებზე უნდა გადავიდეთ, მათ დასვენება ყველაზე სწორად წარმოუდგენიათ და სჭირდებათ, ეს არის რა თქმა უნდა პურო, ეს არის თხისქადი, ეს არის ქალწული, აი მათთვის რაც შეიძლება აქტიური გართობა უნდა იყოს ამ შემთხვევაში, აი ამ პერიოდში, მათ ახლა არ უყართ ეს რაც შეიძლება მეტი ქვეყნის ეს თქვა დათვალიერება. საზღვაო კურორტი იქნება თუმცა, რაც უფრო მონაცვლეობით იქნება და არა ისეთ რომ ერთ ადგილას ჩავედი დავრჩი და 3 თვე გავატარე, არა, რაც უფრო მონაცვლეობით იქნება მათთვის, უფრო მეტ ენერგიას წამოიღებენ აი ამ პერიოდში. ახლა რაშია საქმე? თუ დაუშვათ ორი სხვადასხვა ნიშანი არის შეუღლებული მაგალითად ცხოვრობენ ერთ ოჯახში არიან თანაცხოვრებაში ან არ აქვს მნიშვნელობა ურთიერთობაში ზოგადად და მათ უწევთ ერთად დასვენება და ჩვენი გეგმები არ დაემთხვა ერთმანეთს ასეთ დროს როგორ ვიქცევით ნახეთ როგორ არის სტიქიური დაბალანსებისთვის რაც აუცილებელია ეს არის რომ აი ამ სუფთა ბუნებრივ წყაროებთან კონდეს ურთიერთობა, ხო? ჩვენ ჩავალთ ამ შემთხვევაში საზღვაო კურორტზე თუ მთაში თუ სხვა ქვეყნებში, ყველაზე სწორი არჩევანი იქნება, რომ ბუნებასთან კონდეს კავშირი დასვენების პერიოდში, ხო? წყალთან, ჰაერთან, მიწასთან, ცეცხლთან, ასე შემდეგ.
და თუ ამას მოვახერხებთ, ყველა შევისწრებით ენერგეტიკით. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რეკომენდაცია არის ხოლმე, რომ როცა ადამიანს ენერგიის აღდგენა უნდა, ყველაზე მარტივი ამბავი არის, რომ იქ სადაც ის დაიბადა, იქ სადაც ის იშვა, იქიდან თუნდაც ნებისმიერ ის იქნება ჩაის სახით რამე მცენარეები, ნაყოფი რამე იქ მოწეული ამ შემთხვევაში თუ ასე შემდეგ. თუ ამას მიიღებს აი ამ პერიოდის მანძილზე, ის ენერგეტიკულად თბილისის პირობებშიც თუ აქედან გაუსულად დაბალანსდება ენერგეტიკულად, ხო? ბევრი ისეთი ვინც რჩება აი ამ ცხელ ზაფხულში, დედაქალაქში ან იმ ადგილასაც იყო. აი ამ დროსაც მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ შევივსოთ ენერგია და სტიქიურ ენერგიებთან, ბუნებასთან კავშირი გქონდეს. სოდექოს ნიშნების მიხედვით, რა თქმა უნდა, დასვენება არ განისაზღვრება. განისაზღვრება იმითი, რა ენერგია გჭირდება, რომ შეივსო. ჩვენ ახლა ამ რეკომენდაციები, რომელიც გავიცეთ სოდექოების ნიშნის მიხედვით, ვამბობთ, რომ შემდეგი პერიოდი, რადგანაც შედარებით უფრო რთულია, ენერგეტიკულად და მერყევი არის, ბევრი ენერგია, ემოცია უნდა დავიტვირთოთ, რომ გავუძლოთ, სწორად შევხვდეთ აი ამ ყველაფერს. მე გირჩევთ იმას, რომ აი ამ პერიოდის მანძილზე მინიმალურად დავიდეს ალკოჰოლი, სხვა ესეთი დამაბრუნებელი საშუალებები, რომელიც ფსიქიკის გათიშვაზე მოქმედებს, დაბალზე დავიდეს, რაც შეეხება სპორტის ისახეობები ან გართობის სახეობები, რომელიც საფრთხეს შეიცავს და შესაბამისად არ გაუთავამდეთ ცხოვრებას, იმიტომ რომ მთელი ეს პერიოდი, შემდეგი 3 თვე არის ტრანულობით სავსე, ამიტომაც ვეცადოთ, რომ არც აზარტი უკან და ამ კომუნიკაციაში ვიყოთ ბუნებასთან და არ შევეჯიბროთ. არ შევეჯიბროთ, იმიტომ რომ არ არის ის დრო, როცა შევეჯიბრება მერე ჩვენ. არ არის ის დრო, როცა ჩვენ შეიძლება რაღაცებს გაუთავამდეთ. მადლობა ანზორ, ბოდიში რომ ბევრჯერ შეგაწყვეტინეთ. მე რაღაც ეჭვი მაქვს რომ მაყურებლისგან მოგხვდება ცოტა სოციალურ ქსელებში, მაგრამ რა ვქნათ, ესე ხდება ხოლმე, ჩვენ დროს გვეუბნებიან, შესაბამისად ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრ თემას შევეხოთ და გადავიყვანოთ თემიდან თემაზე ჩვენი რესპონდენტი. და კარგ დასვენებას. ასევე ანზორ